მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ხინჩოსთან მე-6 ეპიზოდი. დღეს ვიმყოფებით პოდკასტ არიაში, სივრცე, სადაც შენს გადაცემის და პოდკასტის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და მადლობა პოდკასტ არიას. გადაცემის გენერალური სპონსორია მსოფლიო განათლების აკადემია VEA, სადაც შეგიძლია შეისწავლო სასტუმრო მომსახურება და სარესტორნო მიმართულება სრულიად უფასოდ. ეწვიეთ მის ვებგვერდს. გადაცემის სპონსორია Georgian Medical Service და მადლობა მათ მეგობრობისთვის. დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, ადამიანი, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, მებრძოლი, პოზიტიური, ნიჭიერი, ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ადამიანზე, მუსიკოსი, პოეტი, ინფლუენსერი თვით კოსტა სანიკიძეა დღეს ჩემთან და ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ კოსტა და სალამ ეს მიხარია ეს მსახიობი იმასკენი გამომი კოსტა ნახე ჩამოწერილი მაქვს მაგრამ ინფლუენსერი ჩამის მე აი გაგიჟდები იმდენად ბევრი რეგალია გაქვს აი ყველა რო ჩამოვთვალოთ შენ ნიჭიერებას უკვე საზღვრები აღარა აქვს და ყველა მხრივ არა მხოლოდ მსახიობი, დიზაინერი ყავს უკვე რომელზეც ვისაუბრებთ სულ ცოტა ხანში და ნახე პირველ რიგში მოგესალმები. როგორ ახლა? კარგად კოსტა და შენ როგორ ხარ? კარგად, საკმაოდ კარგად რა. მადლობა მე და რეჯიოსა რომ მიგვიღეთ ერთად. განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. რაც შეეხება რეგალიებს, ნახე, საერთოდ არ ვთვლი მასე და გეტყვი რატო რა. მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა რომ ვაკეთო. ყოველთვის რა. ვინ რეგალიას დაარქმევს ამას, ვინ მიღწევას, ვინ რაღაც გამოჩენას თუ ასე შემდეგ. ეგ არის ჩემთვის მე-1000 ხარისხოვანი რა. ესე დაიწყო სუ თავიდან. შემთხვევით თუ დაგეგმილოთ თუ ასე შემდეგ და ეგრეც გაგრძელდა. იმიტომ რომ მე არ ამირჩევია ის, რასაც მე ვაკეთებ რა. ეს ყველაფერი უნივერსიტეტებში მე არ მისწავლია, წიგნებში არ მისწავლია და ხო ხდები რა, ეს ბუნებრივი პროცესებია თავისი ენერგიებით, ვიბრაციებით, მდგომარეობებით და ცხოვრებით. შესაბამისად რა როგორ და რანაირად ხდება ჩემს ცხოვრებაში აი ხანდახან მე თვითონ არ ვიცი რა. ძალიან კარგი და მიხარია აქ რო ვარ. რაღაცაზე. მე განსაკუთრებულად მიხარია. ხო და გესურვებ ძალიან ბევრ წარმატებას რა. ვინც არ იცით ჩემო მეგობრებო, მე და ხინჩო ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, ნაცნობები ვართ. ოქრო ადამიანია ჩემთვის და ძალიან დიდ პატივს გცემს შენი ცხოვრებით, შენი გადადგმული ნაბიჯებით და იმ დამოკიდებულებებით და ურთიერთობებით, რაც გაგაჩნია და შენი ცხოვრების თამდევი ნაწილია. ენაცვალე. ეს გადაცემა ზუსტად ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ვიწყებდი გადაცემას და შენგან ბევრი რჩევა მივიღე, ბევრი სასიკეთო და დადებითი რჩევები მომეცი, რომელიც გამომადგა და ცოტა ხნის წინ კიდევაც მეუბნებოდი რაღაცები ისე ვერ გავითვალისწინე, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად. მაშინ გითხარი რომ ჩემთან როდის მოხვალ კოსტა და შენი გრაფიკიდან გამომდინარე დღეს როგორც იქნა ხარ ჩემი სტუმარი და მე მინდა უფრო მეტი მოუყვეთ ჩემს აუდიტორიას კოსტაზე. გავაცნოთ კოსტა, გადაცემის ფორმატით ზუსტად გულწრფელს საუბრებს, გულწრფელად, ფილტრების გარეშე ადამიანებზე უყვება და უფრო მეტი უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც გიცნობს, ან არ გიცნობს და მოუყვეთ კოსტა სანიკიძეს. კითხე რაც გინდა. ვინ არის კოსტა სანიკიძე? მე შევეცდები რომ გაგვიშალო ეს თემა. აი რადგანაც მე რეგალიები გამომჩა ბევრი. ნახე. გონია რომ შენგან უფრო საინტერესო იქნება ამის მოსმენა. გააჩნია ეტაპს რა, გააჩნია სად ვარ, როგორ ვარ. რას ვაკეთებ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ცხოვრების ეტაპს გააჩნია რა.
თორე იდეაში რა შეულებრივი ერთი უბრალო ადამიანი. ვინც მიცნობს ახლა იმიტომ გელაპარაკები, რომ არ მე არ შორიდან გვერდიდან როგორი ვჩანო, დავანებე მაგეებს თავს. აი როგორი გამოვედი ის მაგეები, მაგ რაღაც აი შეხედულებებიდან, აზრებიდან და რაღაც კომენტარებიდან და ასე შემდეგ. დღეს უკვე შემიძლია საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მაგ ამბავს რა. მთავარია იყო დადებითად, სიკეთით, მადლიერებით, სიყვარულით, ურთიერთგაგებით, მიმღებლობით და რაღაც გაცემული ენერგიებით. აი ეს არის ყველაზე მთავარი და შემდეგ ვინ ხარ, ახარ და მთავარი იყო აი ამ ყველაფრის რაღაცა ფუძე იყოს რა შენი ზნეობა, მორალი, ღირსება, მდგომარეობა და შემდეგ უნდა დააშენო რაღაცეები და ის რასაც არ უნდა აკეთებდეს ცხოვრებაში. თუ აკეთებ გულწრფელად ყოველთვის აქვს რეზულტატი მაგ ყველაფერს და ყოველთვის განსაკუთრებულად რჩება პირველ რიგში შენ პიროვნებაში რა. აი უკან რო იხედები რა. იყავი შენ იქ ნაღდი თუ არ იყავი ის რაც გააკეთე აი თუ სადაც ნაღდი ხარ ხო სულ მუშაობს ეგ რა და სხვა სეხები რა ხვდები აი შემოქმედება რო აიღო ეგრევე იჭერს რა ადამიანი თუ იმის სულს არ შეეხე თუ რაღაც ნირვანა არ მიეცი რაღაცებს არ მოწყვიტე არ დააფიქრე არ გაიყვანე რა სადღაც არ აზრომიალე თავის თავი არ აპონინე არ მუშაობს სისულელე ხვდები ეგრე მესმის მე პროფესიის მიუხედავად ყველაზე დიდ სიამოვნებას სათხედავ მუსიკაში, პოეზიაში, სამსახიობო კარიერაში. ყველაფერს აქვს თავისი უფრო მეტად. ყველგან სხვადასხვანაირად რა. აი კინო მაკლია დღეს ძალიან მაგრად არ ვიცი რა რატომ, მაგრამ ესე ამწუხაროთ თუ საბენ ყველაფერს თავისი დრო აქვს ალბათ. ეხლა ვიყავი სადღაც რამოდენიმე ხნის უკან რა. კომპლიმენტები მითხრეს. ბიჭო რაღაცა ნახე სინჯზე რა კომპლიმენტებს მეუბნები თუ რაღაც. იდეაში გულში ვფიქრობდი რა ხვდები. ო რაღაცა ისია, მაგრამ არის რაღაცეები რა, ჯერ ვერ ველაპარაკებ. მაგრამ ნახოთ რა მოხდება, როგორ მოხდება და რანაირად რა, მაგრამ ეს რაღაცა კაი ხანია უკვე ვეღარ რაღაცეები რა. ანუ ველოდოთ და ველოდები. მე იმიტომ რომ დამღავა. გაგვაცანი რეჯიკო. ეს არის როტვეილერი. რეჯიუსი. თორათა გემაშოველი. მაგარი მასტი ძალიან. ბოლო პერიოდია ყველგან ხედავ მასთან ერთად. 2 თვის არის 15 კილო. დავანახოთ. მინდა მოდი. სხვათა შორის 7-ია და სანამ გადაცემას დავიწყებდი, ცოტას ნერვიულობდი, რომ როგორია? იმსახურებს თუ არა ეს კომპლიმენტებს. ეხლა გადის სოციალიზაციას რა. პირველი ინტერვიუა მქონი. პირველად არის გადაცემაში ხო ესე? ექსკლუზიურად იმიტომ რომ საკმაოდ რთული ჯიშია. და ჭირდება რა ნაადრევი სოციალიზაცია, კომუნიკაცია. სწორად გაწონასწორებულად აღზრდა, თორემ მოსიარულე ბომბია ამ ყველაფრის გარეშე და ჯიქი. ოჩი, კბილები ეკავება თან და ვფიქრობ, რომ შეიძლება შემჭამოს მის მიმართებას. მაგრამ კაი ტიპია და უფრო მაგარი გახდება რა. კოსტა, ბავშვობა ახსენე და საინტერესოა. ხო. მე როგორც მსმენია და შენგან უფრო მეტად სიამოვნებს ყოველთვის ამის მოსმენა. ბავშვობაში ძალიან აქტიური იყო კოსტა სანიკიძე, რა ყველა მხრივ. თუნდაც მუსიკის მხრივ, ყველა ის წლები, რაც სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, ყველგან ჩანდა. აი შენი ბავშვობის მართლა? მე ბუნდოვნად მახსოვს. ეგ. ხო. მართლა გეუბნები, არ ვღადაო. იუმორი განსაკუთრებულად ისა. რაღაცნა, აი თვითონ მოვიდ მართლა ვამბობ. როგორი ბავშვი იყო კოსტა? მოუსვენარი, ინტერესიანი. და რა ვიცი. აი უზრდელი ბავშვი არ ყოფილა არასდროს. მაგრამ ნაგლი ვიყავი რა.
და რა ვიცი, აი როგორ გითხარი, როგორი ბავშვი იყო, აი ამაზე არ მიფიქრია არასდროს როგორი ბავშვი იყო რა, იმიტომ რომ როგორი ბავშვი ვიყავი, რა ვიცი. Вообще იდეაში ვფიქრობ იმას, რომ მთელი ცხოვრება მინდა შევინარჩუნო ბავშვობა. აი რა შეიძლება გვიზრდები შინაგანაც რაღაც სულიერად მდგომარეობებით და რაღაცებით, მაგრამ ბავშვობა მაინც რჩება რა შიგნით, რა ის სილაღე, ის მდგომარეობები მაინც არის ის ფუნდამენტი რა, რაც მთელი ცხოვრება ვფიქრობ უნდა გაგაჩნდეს, რომ რაღაცების ხალისი გქონდეს რა. კოსტა, პირველი სიმღერა, პირველი ლექსი. ინსპირაცია იყო ადამიანი, ან ადამიანები თუ უბრალოდ თავისით მოვიდა, თავისით. სიყვარული იყო. უკვე რომ რავი ლექსი დაარქვეს, თორემ მე რაღაცებს არც ვეძახი რა ლექსს რა. სიყვარული იყო რა. კი, ყოველთვის ყავდა და ყავს ადრესატები. აი, ეგ მაინტერესებდა, ყოველ შენს ნაწარმოებს, ყოველ შენ შექმნილ. მე ვინც მომწონდა, მე ვინც მიყვარდა, იმათ არასდროს არ ვუყვარდი და არ ვაწონდი მე. იდეაში მაქიდან წამოვიდა, ხო, რაღაცა. ეგრე დავაგდა რა. ყველა შენი სიმღერა მოსმენილი მაქვს და ყველა ინდივიდუალურია კოსტა, რაღაცა ყველას თავისებური ემოცია აქვს. და განსაკუთრებით ჩემთვის ფავორიტია ამელია. ამელია ეზღნება ქეთა ჯანდიერს. მოგკითხვა აქიდან ოქრო გოგოს, ოქრო ადამიანს ან ხო ამელია გიყვარს შენ განსაკუთრებით. ბევრი წლის წინ დაწერილი სხვათა შორის დრო გავიდა. მას შემდეგ ძალიან დიდი. საოცარი ყველა შენი ნაწარმოები მიყვარს და ყველგან ზიარდება, ყველგან ვხედავ. განსაკუთრებით დღეს როცა ტრენდებად იქცა სიმღერები და შემდგომ უკვე TikTok-ის და სხვა სოციალურ ქსელებში ხდება ამ სიმღერებზე თავი ასე ვთქვათ ვიდეოს გადაღება და განთავსება სოციალურ ქსელში, ყველგან ვხედავ შენ სიმღერებს. ხო, არის კონკრეტული სიმღერები, რომლებიც უფრო მუშაობს იმ რაღაც კონკრეტულ პლატფორმებზე. არის ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს, რომელიც უბრალოდ ვერ ერგება იმ კონკრეტულ პლატფორმას და ვერც მოერგება რა. ეს რაღაცნაირად დაიყო რა, ტენდენციებმა შემოიტანა. თანამედროვე მიდგომებმა შემოიტანა, გარობოტულმა მელოდიებმა, სინქრონებმა, BPM-ებმა, ხასიათებმა. ეს ყველაფერი შეცვალე, ძალიან ბევრი ჟანრი, უკვე დღეს მე ჟანრსაც აღარ ვყოფ რა, მე რომ მკითხონ, აი რა ჟანრში ხარ, კონკრეტულ ჟანრში არ ვარ და არც ყოფილ ვარ არასდროს, თუმცა გამიკეთები ქართული ბლუზ როკები გამიკეთები, დიპ ამბები გამიკეთები, ელექტრონული ძალიან ბევრ რაღაცას ვაპირებ ხა ახლებს სხვათა შორის. რაზეც მაქვს იდეები, რომ იქნება უფრო მეტი ელექტრონიკა, DJ-დან დაწყებული, დამთავრებული ცოცხალი იმ ინსტრუმენტებით, კონკრეტულ მუსიკოსებს ვეძებ, აი ამ დღეს კითხულობდი ტიპს რომელიც უკრავს ბალალეიკაზე. და ძალიან გაჭირდა ამ ინსტრუმენტს ვინც ფლობს ძალიან კარგად იმის მოძიება რა და ეს ელექტრონული ამბავი და სინთეზი პერკუსიული ამბების რა და ქართული რა თქმა უნდა ფანდურიდან დაწყებული თუშური გარმონით დამთავრებული. საინტერესო. ხო, იქნება ეგეთი ამბები და ნახოთ რა გამოვა, ხო, მე და ეს რაღაცა ექსპერიმენტები, იმპროვიზაციები სულ ამაში ვიბადები რა ყოველთვის რა ერთად ძალიან კარგ სინთეზს ვახდენთ ხოლმე ყოველთვის. მინდა მადლობა უთხრა თან აქვე ყველა იმ ადამიანს შემს გარშემო ვინც დამხმარებია შემოქმედებითად რა, ვისაც ხელი გამოუწვდია, ვისაც რჩევა მოუწია, ვინც აი არავი როგორ თქვი, ვისაც უზრუნია რა ჩემზე კონკრეტულ რაღაც საკითხებში და ამბავში რომ აი ბოლომდე შეფუთულიყო, დადებულიყო, მსმენელამდე მისულიყო, ისეთი როგორიც უნდა მისულიყო, არაერთი ადამიანი არსებობს მსგავსი, ვინც მართლა ყოველგვარი რაღაცა დიდი რესურსების და რაღაცების გარეშე მართლა გვერდში დამდგომიან და აი რავი რაზეთ გადამყოლიან რა ესე რომ ვთქვა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა
მათ რა ამ ყველაფრისთვის რა ძალიან მადლიერი ვარ და მადლიერი ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება მათი რა კი ბოლო სიმღერა რომელიც უნიჭერეს ადამიანთან ერთად ჰქონდა დუეტი მთელი საქართველო მოიცვა ხო ბაიათი ეს იყო როგორ იცი მე სანდრო კახიძე ჯორჯ ჰილი გიორგი ხარშილაძე სადღაც მივდივართ საიდანაც მოვდივართ ნუ არ ვიცი მე ძალიან დიდი ხანი ჩავარდა მქონდა სადღაც 2 წელი თუ რაღაც ვერ მღეროდი რა საერთოდ რა მარცხენა ფილტვი მოჭრილი მაქვს ნახევარი ნეკზე 2 ადგილას მარ გახურეტილი პლევრა გაკერილი და ნუ მთელი ამბები რა და ნუ ვერა რა არ გამოდიოდა ზაფხულში რაღაცებს ვფიქრობდი რომ მეთქი ცოტა ხანი კიდე რა და უცბად მოვიდა რა სადგურის მოვიდანზე ვაგზალზე რაღაც მანქანაში ჯორჯს გადაღებული ამბავია და ნუ წავიდა და მე მოდი ჩავწეროთ ფილისთან ჩავწერეთ ფილ სტუდიოში ნახალოვკაში ძალიან მაგარ ენერგიებში ძალიან მაგარ ხალხთან ერთად რა ჩოხელა ბიზერას მოკითხვა აქიდან ფილისაც მოკითხვა განსაკუთრებით აქიდან და რაღაცა ესე წავიდა რა ეს სიმღერა რა და ბაიათი გლექსისა ჩასმული ჩემი რაღაც მისამღერეს და შეცვლილი და თვითონ სინთეზი ჩემი და სანდრიკასი იყო ძალიან ნაღდი რა იმიტომ აი იქაც როგორ ჩაიწერა ისე მივედით ჩავწერეთ და ვсё ანუ აი არ ჭირდებოდა რა ამას ბევრი რაღაც ფილოსოფია იქვე მოვიდა ტექსტი სხვათა შორის ლექსი იქვე დაიწერა ჩემი ბოლო რაც არის მისამღერიც აი თავის რაღაც ამოხტომებით ენერგიებით აი ძალიან სინთეზური იყო, ორგანული იყო და ძალიან სუფთა და ნაღდი იყო რა. ამხელა გამოხმაურებას ელოდი? რაღაც ამბავში ზოგადად მაგაზე ვფიქრობ ყოველთვის უფრო მერე. მოყვა გამოხმაურება თუ არ მოყვა გამოხმაურება. ის რამ ყველაფერზე ფიქრი საწყის დროს, როცა ამას იწყებ ძალიან ხელი შემშლელია რა და საერთოდ არ გჭირდება მაგაზე ფიქრი, არაფრის მომცემია. ჯობია იყოს 10 და ნაღდი, გამორჩეული, განსაკუთრებული, იმას ვისაც ესმის, ის ვინც აღიქვამს და ასე შემდეგ, ვიდრე 100 და 5 კაცი ლაპარაკობს და შენ უბრალოდ ჩართული ხარ. ჩემი შემოქმედება მაგას არ ემსახურება. თუმცა შემიძლია მასეთის კეთებაც რა, რომ უბრალოდ ვერ იგებ რას გელაპარაკებ და მე მინდა რომ გაიგონ. და მირჩევნია რა, 10 იყოს 100,000 მართლა მირჩევნია და იმათ შევეხო და ის მივცე ზუსტად რაც გითხარი დასაწყისში რა, ნირვანიდან დაწყებული მოგზაურობებით დამთავრებული რა, რომ რაღაცა იპოვოს რა, დაიტენოს, მიიღოს. ეს უნდა შეძლო არტისტმა რა. მით უმეტეს როცა ეხა რაღაცები საავტოროს ეხება, იქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს რა. კი და თან მოწყურებულია შენი მსმენელი აუდიტორია შენგან სიახლეებს და მე სულ შენთან მაგი ანუ მეც მათ შორის კოსტა სიახლე გჭირდება და ახსენე. ქონდა გარკვეული პერიოდის წინ ისეთი მძიმე წუთები, სადაც ცხოვრება არაერთი ეგეს უკვე როგორ არის მან ხარ აი ძალიან სერიოზული ბრონიჟილეთით რა არაერთი სიკვდილი რაღაცა სიკვდილთან შეხვედრა ეშმაკს ხო იცი ყველაზე მაგრად როდის ვატკინე როცა უფალთან ვიცეკვე ტანგო რა საფრებ გაშილმა გეზი ავიღე გადავისროლე გემიდან ღუზა რა და სიყვარულით არ რომ წავიღე მაშინ მეწვია სწორედაც მუზა რა აი იქ ახარ რა ხარა მე რაღაც ხო და მე რაღაცებს უბრალოდ უნდა შეცვალო რა უნდა გაატყუილა და არაფერი არ ხდება არ არსებობს ტყუილად რაღაც მოხდეს რა ყველაფერს აქვს თავისი მიზანი და კანონიკა ხო მე სამჯერ იყო ჩემ ცხოვრებაში ისეთი მომენტები რომ აი ბეწვის ხიდი რა ან დაბრუნდები ან ვერა ხდები და სამივეჯერ დავბრუნდი ყოველი დაბრუნების დროს რას გრძნობდი? რა იყო შენი მთავარი мотиваცია იმ მომენტებში, რომ სიკეთე იყოს ნება შენი? აი ეს ამბავი იყო რა. ცოტა რაღაცები უნდა ჩააჩუჩო. რაღაცები ამოწიო და იქეძებო რა. შენ თავში პირველ რიგში და კონკურენტად უნდა ყავდეს შენი თავი. ყველაზე მეტად ვისაც უნდა ეჭიდაო მთელი ცხოვრება შენი თავია.
ჯობდი გუშინდო შენ თავს თუ ვერ ჯობ. თუ ვერ ჯობდი მოდი აქ და ვილაპარაკოთ რა, მანაში ვერ აჯობე. შეიცადე და ვერ აჯობე თუ რა ხდება თუ რაღაცა. და ის რაღაცა მჭიდაობები რა ეგოდან დაწყებული, აი იმ რაღაც მეთი დამთავრებული რა. ეგენი აი ნაკად მოისროლო რა, სადღაც ზომიერად ოღონდ რა. დააგდო და რაღაცები მართლა უნდა ამოწიო წინ და მე უფრო ბევრ რაღაცას ხედავ რა. კოსტა, გქონდა ცხოვრებაში არაერთი განსაცდელი. და ის სიმეწუთები, რაზეც საუბრობდა, კიდევ ბევრი რომ მოუყვეთ, ალბათ ფორმატიც არ გვეყოფა. მაგრამ მინდა შევეხო იმ თემას, რომელზეც ყველა საუბრობდა იმ მომენტში და საუბრობდი შენ, მაგრამ შენ ხმამაღლა შემდეგ ისაუბრე, როცა ეს ყველაფერი გადალახე. სასმელი შენ ცხოვრებაში. სიმეწუთები, როცა რაღაც ეტაპზე საერთოდ სამყაროს მოწყდი და ბევრი ისეთი მომენტი იყო, რომელიც როგორც შენ აღნიშნავ, გამოტოვე. ამ ძიმეწუთებში აკარგე ბევრი ადამიანი, რომელმაც ზურგი გაქცია. პირველ რიგში საკუთარი თავი დაუკარგე და საკუთარ თავს ვაქციე ზურგი და მე შესაბამისად რა. ხო, ეხლა რამდენად იყო დღეს უკვე სხვანაირად უყურებ. თორემ რაღაცნაირად მოხდა ეს ყველაფერი რა, არა მარტო სასმელთან. ძლიერდები შენ, ძლიერდება შენი დამოკიდებულება. ეს მე მთელი ჩემი ცხოვრება გავიშალიჩე, სულს ეკვა თამაშით რა და დღეს უყურებ საერთოდ სხვა აჭრილით, ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო როგორ თქვა, უფრო გამოთლილი. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ბევრი დაცემისა, გამარჯვებებისა და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ წილად შენს ცნობიერში, მენტალურ პრობლემებში თავის ხელწერა ძალიან ისეტოვებს რა, შესამჩნევად. გინდა ის შენ თუ არ გინდა ეს. რა თქმა უნდა რთულია კი, მაგრამ ნუ იყო რა და იყო. ხტები. და რამ გამოგაფრთხილა. საერთოდ ამ ყველაფრის შეცვლა დავიღალე რა. აი მართლა დავიღალე. თან იყო კორონას პერიოდი. აი ჩემი დაკეტვა ეხა იმიცნობ და წარმოვიდგინე. მე მკეტავ ხა 9 საათზე ბიჭო. ანუ ხო ხტები რა და იმ დროინდელი ჩემი ცხოვრება. აი ის ეგ იყო რა. რო აი რაღაცები ჩაანაცვლა ალკოჰოლმათან და იქ მერე. ნუ იყო რა ძალიან აი ისე. მე არ დავიწყებ აღარავის აღარ ვაძლევ მაგ ამბავში რაღაც რჩევებს რა. იმიტომ რომ აი რომ ძალიან ინდივიდუალური ამბავი, რაც უფრო უკეთ იცნობ შემდგომ რაღაცებს რა. უბრალოდ არის ნებისყოფის ამბავი და არჩევანი რა. არჩევანი უნდა იყოს შენი. გადაწყვეტილება უნდა მიიღო. და ძალიან რაღაც თამამად უნდა თქვა რა. ან კი, ან არა რა. გინდა ეგეთი რო იყო. იყავი ეგეთი და თუ არ გინდა რომ ეგეთი იყო, ამისთვის რაღაცები უნდა გაიარო რა. იმიტომ რომ იარაღს არავინ არ გადებდა თავს და არ გეუბნებოდა რომ მიდი ძალიან მიდი გაბრუხდი და გაიქეცე შენ ცნობიერს და შეცვალე შენი ცნობიერი რა და იყავი ილუზორულ მდგომარეობაში ამას არავის არ ეხვეწება რა მაგრამ არის რაღაცა მდგომარეობები რის გამოც მივდივართ ჩვენ ადამიანები რა მაგ გადაწყვეტილებამდე და ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ და შემდგომ უბრალოდ რაღაც ეტაპზე მე დამეხმარდე ძალიან და უბრალოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შემოვიკიდე შემდგომ რომ ამ ადამიანებისთვის უბრალოდ იმედი არ გამეცრუებინა ხვდები და ამან გაამართლა არის შემთხვევები როდესაც უბრალოდ ინდივიდუალურია რა არ ამართლებს ხვდები და ზოგჯერ გჭირდება რა დღეს ხო აი გავცივდით რაღაცნაირად რა ადამიანები ხო აი სიცივეა ურთიერთობებში რა ვეღარ ენდობი ისე რომ მე პირადად ყოველ შემთხვევაში რა იმდენჯერ მომხვდა რომ ან გავრბივარ ადამიანებისგან და უახლოვდები ძაღლებს რა
მადლობა დაკარგე. ამას ვამბობ, აი სრული გულწრფელობის ვამბობ. რამოდენიმე აი თიძე ჩამოცათვლელი ადამიანი, რომელზეც 100,000% ვარ დარწმუნებული, რომ ჩემიანია რა. და არა რაღაცა სხვა. ხდები, თუ ის გაგიმარჯოს, გამარჯობა და კაი სალამი, ჯერ ეს სუფთა თბილისურია რა. აქ სუფთა ქალაქურია და ეს აუცილებლად უნდა იყოს და უნდა იყოს კიდევაც რა ხდები, მაგრამ ამის იქით აი იქ უკვე არის უკვე სადაც ენაზე კბილი გაქვს რა დაჭერილი რა. მზიხარ შენთვის ძალიან ამაზეც თავისი გამოცდილება ჭირდება ალბათ, ნუ ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა რა. ო ვეღარ იხსნები რა ისე რა. და არც გააქვს სურვილი რომ გახსნი. შენ აკეთებ ისინი ლაპარაკობენ და всё. ნუ შემარტივი. სასიამოვნო მოსასმე. რევს ლაპარაკობ. ვერთმა თუ იცი. არა, სასიამოვნო და ძალიან კარგად საუბრობ და სწორად მსჯელობ. ხო, აი არ ვიცი ამდენად კარგად ჩამოვაყალიბე, მაგრამ ეგრეა რა სამწუხაროდ რა. ძალიან რაღაცები შეიცვალა. ძალიან შეიცვალა. და მე სადღაცას გავიჭედე. ოღონდ ამ ოლდი ვარ რა, რაღაცა ყაიდაში ვარ, აი მძველი ის უფრო რაღაცა, აი სტუმრის კარის გაღება კი იცი ჩემი როგორი ვიცი. აი ხო ხდები რა, იმ რაღაცა მოყვასნურ ამბავში ვარ და პატივისცემაში ვარ და აი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა. დიდ როლს თამაშობს ყოველთვის რა ჩემს ცხოვრებაში რა. უკვე დღეს არის რა, ვეღარ იმდენად რა. განაარდა რაღაც, უბრალოდ ვერა რა. არ გამოდის ხდები. შენი აქტიურობა სოციალურ ქსელში, სცენაზე, კამერაში ყოველთვის ვცდილობ რომ იყო ფორმაში. და ინსპირაცია ალბათ შენი ბრენდის შექმნის, რომელსაც ქვია მერანი, ზუსტად აქედან მომდინარეობდა. ასე ვერ ჩავაბრუნე, გავაჩერე რა. და რაღაც ვაპირებ, იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ გამომივა ეგ ამბავი. გეტყვის აიდან დაიწყო. აი მაგ გაჩერებული მდგომარეობიდან დაიწყო, რომ რა ვაკეთო, ჩემი უსაქმოდ ყოფნა არის შეუძლებელი, არ არსებული ამბავია ეგ რა. ჩემი დილა ადრე იწყება. ძალიან ბევრს უკვირს ეგ, რომ ხვიძავს თუ რაღაცა რა. და აი ეგ ამბავია რა, მაშინ დაიწყო, ხო? პირველი ხო. ეგრე დაიწყო რა. გავყიდე 2 კვირაში მთელი კოლექცია. არ ველოდებოდი. არ ვიყავი ხო მზად, ხო 2 კვირაში 13 დღეში რა ზუსტად. 13 დღეში აღარაფერი აღარ მეტო რა. შენი ხედი. ხო, მარტო პიჯაკები იყო 1000, შილეტები იყო 8 სალი, სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა თარგით. მაისურები, და 3 სალი ჰალსტუხი. ან დამჭა 1 მაისური, და 1 პიჯაკი, აი ეს ბომბერი, რომელიც ეხაც მასში. აპირებ რა თქმა უნდა გაგრძელებ. კი, რაღაც აქ ძალიან რთული ყოფილა რაღაცები რომ აღმოვაჩინე მე მართლა არ ვიცოდი რა ეს მანდა ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა ძალიან სერიოზული კერავებიდან დაწყებული დამთავრებული ჩემი მეგობრებით რა უცბად მოხდა არა ვიტყუები ხა უცბად არ მოხდა 1-4 თვეზე მეტი ეს ამბავი იწელებოდა რა ხილიდან დაწყებული დამთავრებული ელვით კი მე მართლა ხო და შენი ამ მომზადების პერიოდი აი ეგეთი ამბავი მოხდა რა ძალიან მალე გაიყიდა ძალიან დიდი მადლობა თვითონ იმ ადამიანს ვინც შეიძინა და ვფიქრობ იმედები გავუმართლა იმიტომ რომ მართლა ხარისხიანია კომფორტულია და გამორჩეულია ვფიქრობ აქ რაღაცა ეს ჩემი ხასიათი თავისი დეტალებით აკიდე მარიპრო მიმუშავა ამ ილუსტრაციაზე სხვათა შორის ესეც არ გეგონოს მიკერილი, საღებავითაა ჩახატული, სულ რეცხო ფერი არ გადაუვა რა, ესეც კიდე ცალკე გარკვეულ რაღაცა რთული მებს მოიცავს რა და. აი ესეთი რაღაც დეტალები ძალიან ბევრი იყო შიგნით რა, რომელიც უშუალოდ ის ადამიანი პოულობდა, რომელიც იცვამდა რა. ეგმავ რაღაცებს, ოღონდ ცოტა გადაიზია რა, მაგ ყველაფერს. ეხლა უფრო მეტ ეხლა ვარ ძალიან გადართული, აი წეღანრად რეებზეც გელაპარაკე იმ ამბებზე. ვფიქრობ რომ ძალიან
ბევრი მუშაობა მომიწევს რაღაცეებზე, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ყველაფერი კარგად გავიტანო, მაგრად გავიტანო და ისე გავიტანო, როგორც მე წარმომიდგენია და ხელი არაფერმა არ შემიშალოს და არ დაუშვა კომპრომისი, აი მაგისთვის ძალიან ბევრს მუშაობ რა. ძალიან მაგარი. მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ეს ყველა. და როგორც ვიცი, კიდე ძალიან მაგარ სიახლეს უმზადებს შენს მსმენელს. მართლა? რა, მითხარი. მითხარი. რომელსაც უმალე იხილავს თუ არ ვახსენოთ ეგ თემა. რა, მითხარი. რაღაცა იცი შენ და არ მეუნები. ვიცი, რომელიც სულ მალე იქნება შენი მსმენელისთვის ხილვადი და მოსმენადი და დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდება. ხო, ნახე, შენ თვითონ გაგიჩნდა კითხვა რომელ ერთზე ამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლეები გაქვს და კარგია, რომ არ ჩერდები და ყველგან ხარ. სადაც ბევრზე ვამბობ უარს ხოთე შორის. აღარ არის რაღაცა ჩემი რა. ვეღარ ვხედავ ჩემ თავს. ვიღაცები არ მინდა რომ ნაწყენი დარჩნენ რა. YouTube-ს მინდა შევეხო ეს ფორმატის YouTube-ზე გავახინჩო. ეხლა ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს და ძალიან დიდ პატივს გცემ და იმიტომ ვზივარ აქ რა და არავის არ ეწყინოს, ვისაც ვთხარი უარი უბრალოდ. რამე წელსა და წელსა ნახევარია საერთოდ არ ვარ მისული. საერთოდ რა, ნუ ვერ არა რაღაცა. ოსტა შენი გადმოსახედით დღევანდელი სოციალური ქსელი საქართველოში როგორ მუშაობს, როგორ ფიქრობ, ხარისხიანი კონტენტი იქნება? არსებობენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ხარისხიან კონტენტს და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ჭირდებათ დახმარება. მე არ მივესალმები და არ შეიძლება შენ დათვლილი კი არა და შენ თუ ისი საერთოდ ეს რას TikTok live-ებზე რამდენის გამომუშავება შეიძლება. აი ვიღაცის გალანძღვით, ვიღაცის დაცინვით, ის იმ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ფსიქიკური პრობლემები აქვთ, მენტალური პრობლემები აქვთ, რაღაცა ბიპოლარული აშლილობები აქვთ და ამ ადამიანებს ჭირდებათ დახმარება. ამაზე ქილიკით, ცინიზმით, დაცინვით, შეურაცხყოფების მიყენებით, გინებებით ეს ადამიანები ფულს იღებენ. გესმის? საკმაოდ ბევრსთან. ეს არის უკონტროლო სივრცე, რომელსაც უყურებს 12 წლიდან, რა ვიცი, არასრულწლოვნების. ხვდები? ამის კონტროლი აი შეუძლებელი ამბავიც არის რა რაღაც ამბავში, მაგრამ რაღაცები უნდა გაიხსნას რა, რომლებიც დაეხმარებიან ამ ადამიანებს. იმიტომ რომ მე არ მინდა ხა სახელი და გვარები დავასახელო, ყველა ეს ადამიანი ვინც აზროვნებს, ნათელია მაგასთვის რომ არსებობენ რა ადამიანები, რომლებსაც მართლა დახმარება ჭირდებათ. მაგრამ ის ადამიანი რომელიც ამას იყენებს თავის აკეთილდღეოდ და ბოროტად იყენებს და მასზე ქილიკით, მასზე დაცინვით, საკუთარი თავის პიარის გაკეთება შეუძლია, ფულის შოვნა შეუძლია და შეიძლება ჩემზე და შენზე კარგად ყოფნა და ყოფნაც შეუძლია, ხვდები? აი ამ სიბოროტით. ვიღაცები ისყევლებიან, ვიცი, რეები ხდება, აი ვიღაცას ემუქრება. არ მინდა რა სახელი და გვარებით რაღაცა ხსენება და რაღაცეები. ეს ყველა მისის რა ვიცი ამ ქვეყანაში ვინ სკროლავს რა. მე აი ძალიან არ მივესალმები რა. ძალიან და ეს გოგოების ლექსიკა კიდე, გოგონების როგორ მეტყველებენ. ყველა არა რა თქმა უნდა ჯვარი გწერია, მაგრამ რაღაც კატეგორიას მოდეში შემოვიდა, ჩემზე ბევრს იგინებიან, რა ვიცი. ტრენდი არ ამიცო. ვერ ხვდები რა, ვიღაცა ვერ ვაცნობიერებ რა. ამ გონი წახალისება ხდება ხო რა, ვიღაცას ეს რო უყურებს რა, პატარა ბავშვის ფსიქიკა ძალიან სათუთია. ძალიან სენსიტიურია, ძალიან გრძნობიარეა და რაც მეტი სამაგალითო, რაც მეტი კარგი, რაც მეტი სიკეთით, პოზიტივით, საინტერესო ამბით იქნება, ხო, მის გარშემო სოციალურ ქსელებში მით უკეთესი. მე ამ შემთხვევაში თაობას უსვამ ხაზს, რომელსაც შეიძლება ნორმ ამბავად მიაჩნდეთ რა და მე ზოგადად სხვაგან ვარ რა, მაგ მხრივ რა. ზრდილობა ყოველთვის იქნება ზრდილობა რა. დაგეთანხმები კოსტა და
ჩემთვის ცოტა ხნის წინ გესაუბრებოდი ამ თემაზე. სამწუხაროა, რომ დღეს რეიტინგს დებს ისეთი ადამიანები და ზოგადად რეიტინგული არის ისეთი გადაცემები თუნდაც, სადაც გულწრფელობა ნაკლებად, უფრო სკანდალი, უფრო რაღაცა ხმაურიანი თემები საზოგადოებას მოსწონს და ნახვებით რა თქმა უნდა შესაბამისი აქვს. მე დღეს ვამბობ იმას, რომ ვეძებ სპონსორს, მაგრამ სამწუხაროდ არ ჩანს, იმიტომ რომ მსგავსი კონტენტის გადაცემები ნაკლებად ყურებადია, თუმცა ჩემს აუდიტორიას დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, ყავს მემატება ყოველდღიურად და მადლობა რომ დღეს საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია. შენი მოსაზრება ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, პური და სანახაობა. დღეს ყველაზე მეტად იყიდება და მოსწონს ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველთვის ესე იყო და ესეც იქნება. და გეტყვი რატო. ჩვენ ძალიან შებუჭილები ვართ რა. და გააჩნია ბევრი ნახვა იმას არ ნიშნავს, რომ ნახა 30,000 ადამიანმა და იქიდან 25,000 ეს მოეწონა. არა, მე იმასე არ ვფიქრობ. შეიძლება ნახა 30,000-მა, იმიტომ რომ ევასებად როცა უყურებენ. აი ამიტომ ნახა ხვდები. შეიძლება ეკრანის აქეთ ანაკომის სუპს ჭამდე და უყურებდე ტიპი პიცას როგორ ჭამს რა. ეს შეუულებრივი ამბავია. ძალიან. ასე რომ ის რაც არის საინტერესო, იმას ცოტა სხვა საზოგადოება ჭირდება, სხვა სეგმენტი ჭირდება. მე არ ვიცი ხა 100%-დან რამდენ პროცენტს მივცემდი ჩვენ ქვეყანაში სერიოზულ საზოგადოებას. ხვდები? ჯარტუმ ტიპებმა თუ არ გაიხადეს, არა ლაიქებენ, ხვდები? იმდენად სარიელები არიან ჩაცმულები. თუ არ გაიხადეს და ძუძუ რაღაცა ესენი თუ არ გამოაჩინეს, ხვდები? ანუ ლაიქი არ აქვს და მე ცუდად ხდებიან, ისტრესებიან, მე მათი მესმის, განა არ მესმის. შებუჭილები არიან, კომპლექსები უჩნდებათ, AI შექმნილ ნახატებს ემსგავსებიან. ადამიანები რა, ნატურალიზმიდან რაღაცა ანუ არ ვიცი, რა ხდება, ბიჭო, მართლა არ ვიცი, ეხა მართლა გულწრფელად გელაპარაკო, შეიძლება იმდენი სისულელე ვთქვა, მაგრამ ანუ ხო, მე პირადად ჩემი მეგობრებისთვის მithkoms, რომ აი გოგო არ გინდა რა, ეს ხური რაღაც ეს ამბავში კარგია რა, სინემატიკურია ძალიან, პერსონაჟი უფრო ზის, ჩემი ხედვით. არა, ეს უნდა რა, ის რაღაცა სლავური თუ აი რა, არ ვიცი, კურნოსა თუ აი რა ვიცი. სოციალური ქსელებით არ უნდა იცხოვრო რა. მე უკვე ძალიან ნელ-ნელა დისტანცირდები რა. თუ მიყურებ ხა Instagram-ზე შეატყობ, რომ აღარ მაქვს ის რაღაცა. უკვე გადავედი პირდაპირ მომწერე იქ მირჩევნია გიპასუხო ვიდრე აი რაღაცა. არ დისტანცირდები ხო რა. იმიტომ რომ ნუ არ არის რა რეალური ცხოვრება რა. მე მინახავს, მაგის მეტი რა მინახავს, კაცო ტელეფონინა თავს რო ამოყოფენ და ცარილის სევდა რო არიან. აი მაგის მეტი რა მაქვს ნანახი პროსტა და მაგის მეც ვიცნობ კიდე. ეს ეგრეა რა. AI სამყარო მომავალში შენი აზრით. ეს ხო საით მივდივართ. ეს გარდაუვალი. შენი შეხედულება, შენი მსჯელობა. არის ასევე რაც მაშინებს. და იყენებ ChatGPT. კი, ChatGPT-ს როგორ არ ვიყენებ. AI-სთან კი ბევრ რაღაცაში ვიყენებ, საკმაოდ რაღაცეებს ვიყენებ კი, არა მარტო ChatGPT-ს. ხელოვნური ინტელექტს მოკლედ მე დღეს რაღაცეებში ვიყენებ. ოღონდ იმაში არა რა, ადრეასაც Google-ოვდი და უშოთ იმან გადმოინაცვლა რაღაც ამბავში. ინფორმაციის მოსაზიებლად ვიყენებ. იმას რაღაც ფერების დასმა დამჭირდა, რაღაც მეგობრს ვხმარებოდი, ძალიან მაგრად მომეხმარა. და ესეც საკითხებში რა, მაგრამ ისა და ადამიანები რომლებიც ამასთან ერთად გაიზრდებიან, იქ რა მოხდება, აი ეგ არ ვიცი რა. ეგ ნაღდად არ ვიცი.
იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა თავისუფლება ქონდა ჩვენ წარმოსახვას რა. ჩვენ სხვანაირად ვფიქრობდით. სხვანაირად ვოცნებობდით და ინფორმაციასაც შესაბამისად სხვანაირად ვიზიებდით რა. და ამათთან რა მოხდება და როგორ მოხდება არ ვიცი ნამდვილად. ასე რომ აი რა გითხრა. ხო, ყველაფერს ალბათ ჭირდება რაღაც ზომიერება. ზოგჯერ მაშინებს კიდევაც მეც გამოვიყენებ ChatGPT-ს, AI სხვა პროგრამებსაც. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი მაზარ მაცებს, გონებრივათაც მაზარ მაცებს. იმიტომ რომ შემიძლია რაღაც ისეთი დავალება მივცე, რომ ერთი წუთით არ ჭირდება მარტივად გაგიმზადოს, მაგრამ აი მოპოვების პროცესში იყო სიამოვნება და დღეს უკვე ზარმაცდებით და ხო, მაგრამ ეს არის გარდაუვალი ამბავი რა. ბევრად განვითარდება, ბევრად წინ წავა, ყოველ დღე იხვეწება. უკვე მივიღებთ ჩვენ სამყაროს, სადაც ძრავიანი ავტომობილები გაქრება და გადავა ყველაფერი ელექტრონულზე რა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იქნება. სხვანაირი სიამოვნებები შემოვარა და ეს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთ გარდამტეხ და ერთზულ ადგილზეა ჩვენი თაობა რა. რომელიც იმასაც ესწრება და ჩვენ ვართ ნუ რაღაც მარტო აი Apple-ის განვითარებებს რო უყურო რა. ეიფშება ხო. თემა რა, აი საინტერესოა რაღაც მხრივ, მაგრამ ცოტა ისე უნდა იყოს რა. ზომიერებაც მე ვფიქრობ. ყველაფერში ზომიერება არის ყველაფერში ერთ-ერთი საუკეთესო რა, ბალანსი. აი სამყაროს რა არის ბალანსი არა. კანონიკა. ლომმა რო არა ნახე მგელმა რო ინადიროს უნდა გაიქცეს რა. და ირემი რო გადარჩეს, ირემის უნდა გაიქცეს. კოსტა საუბრის რამოდენიმე წამის წინ ახსენე ადამიანი ბიჭის სახით, რომელიც შენთვის ალბათ ყველაზე დიდი мотиваციაა. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ქალბატონი ირმა. ადამიანი, რომელიც ფიქრობ და რასაც ვხედავ, შენგანაც მსმენია, ყველაზე უღალატო მეგობარია შენი ცხოვრების განმავლობაში და ხო. როგორი შვილია კოსტა და ზოგადად აი თქვენი დამოკიდებულება. ვცდილობ რომ კარგი შვილი ვიყო, იმიტომ რომ უნიკალური დედა მყავს რა. რამდენად გამომდის, ხშირად არ გამომდის რა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კარგად იცის შენს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლოს არის ჩემთან, ყველამ ძალიან კარგად იცის ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ზოგადად ჩვენი ოჯახის შესახებ ისეთი ამბავია რა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის ძალიან და რა ვიცი რა, ბევრი ლაპარაკი შემილია. აი მაგრამ აი სიტყვები თუ მყოფნიდეს მე ვიყო უნამუსო რა, იმიტომ რომ აი იმდენად აი არ ვიცი რა, ყველაზე მიუღებელი როცა ყოფილ ვარ, ყველასთვის მიღებული და ვრჩენილი ვარ მაინც რა, მისთვის. და ყველაზე დიდი მომენტი იცი როდის იყო, ძალიან მიჭირდა მაშინ რა. რადიკალურად თითქოს აი ერთ დღეში შევიცვალე ადამიანი გავხდი რა. და მისი სიტყვები არ დამავიწყდება, რომელმაც აი გადადგმული ნაბიჯიდან უკან დამაბრუნა რა. მაგ სიტყვებს ვერ გავაჟღერებ ხა. მაგრამ ის სიტყვები რომ არა, შეიძლება დღეს არ ცხოვან ყოფილიყავი რა. ან საერთოდ არ ყოფილიყავი. ხდები რა. აი ეგეთი ამბავია რა, ჩვენც მაკაცობთ, მეგობრობთ. მე ბავშვობიდან რაღაცა 16 წლის ვიყავი, კარი რო გავიხურე და დავბრუნდი 18-19-ის, აი რა ამ მდგომარეობაში. არ ვიცი, მე რომ მშობელი ყოფილიყავი, შეიძლება იმენა გულს ეხია რა იქვე რა. დავარდნილიყავი, მაგრამ რა ვიცი, ვცდილობ რომ კარგი შვილი ვიყო.
დედისთვის კარგი ძმა ვიყო ძმისთვის მაგრამ მოდი ვიქნები გულწრფელი და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არ გამომდის ეს ყველაფერი რა ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ ესე რომ არ გამომდის და ხო რა იმიტომ რომ ყველაფერი გიყვარს მაქსიმალური და ურთიერთობაშიც ზუსტად გინდა რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს ვერ ვარ ზოგჯერ ხო რა ვიცი ეგრე გონია კი არა ეგრე არის რა დედასთვის შეგიქმნია ლექსად გიტყვამს რაღაცები კი უფრო ჩანახატები მაქვს ლექსი აინახე ცოტა სხვანაირად იწერება რა ჩემ შემთხვევაში რა ანუ აი კონკრეტულ ამბავში არ იწერება არაზრუს და არ დაწერილა რა შეკვეთები არ მაქვს იქ მოდი აი ხამას ვეზამ ეს არ არის რა თავისი თუმცა კი დამიწერია დედისთვის ერმულია მიყვარხარ და მეც ძალიან მიყვარხარ ადამიანი რომელიც ყოველთვის გვირთში მდგომია არა მხოლოდ შენი არამედ ყველა შენი მეგობრის და ყოველთვის მეიმედება ყოველთვის მიხარია და ვინმეს განასწავლი მაქვს ნასწავლი მაქვს დედისგან რა და ძალიან დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა აქვს ადამიანს რომელიც შენთვის ასევე ძალიან ძვირფასია ბებო ბებო უძვირფასესი ადამიანი რომლისგანაც ყოველთვის შენზე საოცარ სიტყვებს ვისმენ ამაყი და ბედნიერია და შენ მის მიმართ გაქვს ანალოგიური ხო ბებია ჩემი იყო მე უმამოდ გაზრდილი ვარ ამა ერთხელ მყავს ცხოვრებაში ნანახი ბებო იყო აი მიუხედავად იმისა რომ დედა იყო მამაც დედას და ყველაფერი ბებო იყო უფრო მამის ამბავი რა თუ ეს ბებო ანაცვლებდა კრიმინალია ხა სერიო აკაის დაგიშლის აგიწყობს არ უღადაობ ხო და ისეთი ის არის რა ხო ბებო ტიპშა მარგარიტა იმენა თბილისელი ქალაქელი სხვა ის არის რა თავისი რა ჟარგონით მანერით საუბრის ამ ბავშვობიდან ძალიან ისე ყოველთვის თავდაჭერილი და რაღაცნაირი ალური ძალიან და სასიამოვნოა მამის მოსმენა და მასთან ბარემ რადგანაც გავშალეთ ხო აი რო გითხრა რომ მაბრაზებს ჩვენ შორის არის 10 წელი რა სხვა ძმები ვართ და მე ვაბრაზებ რა ძალიან მიუხედავად იმისა რომ მე უფრო მეტი მომეთხოვება ძალიან ბევრ ასპექტში მჯობნის მე რა ჩემზე ბევრად ჭკვიანია თან რა და ნიჭიერია თავის რაღაც გარკვეულ ამბებში და რა ვიცი რა მე უშლი ხშირად ნერვებს რა არ ვიცი შეიძლება ძალიან მომთხოვნე ვარ და ალბათ მაგითო არ ვიცი რა ან რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს ხო ხდები ხა 10 წელი უფროსი ძმა რაღაცა ის არის რა ხდები მაინც სხვა ის არის რა სულ გინდა რომ რაღაცა უყურო რა რაბარაშება როგორ შევა იქ როგორ იქცევა აქ რას აკეთებს რომელზე მოვიდა რომელზე წავიდა აი შენ რო იცი რაღაცები ხო ხდები და ჯოხი შენზე გადაწყდა თუ რაღაც ამბავი რა და აი ხო რა ეგეთი ამბავია რა გითხრა დიადო ქრისტეს მოგოსანო აი რა გითხრა რით გაგახარო მითხარი და გეტყვი კოსტა როგორც რომანტიკოსი ხო ზოგადად რომანტიკოსი ადამიანი ხარ რომანტიკა აღა ხშირია ახლოა შემცხოვრებაში ბუნებრივია რა თქმა უნდა რას მესიგიჟეები ჩამიდენია ბიჭო რას ლაპარაკობ რას ამბობ ვაფშე ხადაობ ხო აბა მარა მან დიდი მარა აი ეხლა რას შვები არ ვიცი ეხლა ძალიან ისე ვარ ჩემთვის როგორც აღნიშნე რატომღაც გონია რომ ცოტა პაუზა აიღე ცხოვრებასთან იმიტომ რომ მაშინებს შენი საუბარი იმ კუთხით რომ შენთვის წყნარად მშვიდად ხარ კოსტა რომელიც არის მაურიანი შჭექს და
ქუხს მისი ხმა ყველა მხრივ ამბობ ამ ასე ვთქვათ აქტიურობაშიც რატომღაც საუბრობ გროგ სურს და მოგწონს შენთვის მარტოობა დეპრესია ხომ არ არა ჯო სტოპ ამბავი ყოველთვის გჭირდება გაიხედო გამოიხედო სად ხარ დააპდეითებო როგორ ხარ სად გჭირდება ნაწილების შეცვლა სად გჭირდება საწვავის ჩასხმა სად გჭირდება ვიბრაციების ჩაკრების ენერგიების დაალაგება სად არის ლოცვის დრო სად არის მადლიერების დრო სად არის უკვე სიკეთის გაცემის კეთილდღეობის დროს სად არის ლხინის დრო და სად არის სევდის დრო აი ეს გჭირდება რა აუცილებლად რა ბევრი დამჭირდა ბევრი ცუდი და კარგი გაკვეთილის მიღება დამჭირდა რომ აქამდე მივსულიყავი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი მაგრამ ეს ეგრეა რა რომანტიკოსი ადამიანი ხარ და ამბობენ ხო მაგას ამბობენ ფათაშორის მეც ვარ მაგ ამბავში შესწრებული შენი ხელით დაწერილი ყვავილები რო გაგატანე გაზონზე და წერდი მთელი გულდასმით წერდი იმ ადამიანისთვის ტექსტს არ ვიცი მე არც მიკითხავს არც გამიბედავს და არც ვერც კითხავდი ლექსი იყო თუ უბრალოდ სიტყვები მაგრამ ლექსად ნათქვამი სიტყვებიც რაღაცა ჩანდა და იგრძნობოდა შენი თვალებიდან ფიქრიდან ხელის მოძრაობიდანაც კი როგორი გულით აკეთებდი ამ ყველაფერს და თუ ყავს ჰეითერები რა მხრივ ჰეითერების მეტი რა მყავს რომლებიც აი გამადიდებელი შუშით რო გიყურებ ხო ეს ჩასაფრებული ადამიანები რო არიან მე არა დღეს არაფერს მე აი წერან როგორ სანამ შემოვიდოდით მანქანა რო გაჩერდა დიალოგი რო შედგა ხო ნახე ჩვენი რაღაცა ატივისემის გამომხატველი აი მე მაგ ყოველდღიურობაში ვარ რა ის ანუ იმად გონიათ რომ რაღაც ჯერელოდებიან რომ ყოველთვის რომ მე პასუხს გავცემ თუ შემის მახარ ჩვენ ყოფილვართ ერთ ბას მე და შენ ბევრ ცნობილ ადამიანებთან ერთად სადაც იქაც იმყოფებოდა ერთი ადამიანი რომელსაც შემზე ნალაპარაკები ქონდა ესე რაღაცა სელფის კამენით რა დღეში ჩავარდა ის იქ არ დავასახელებ ხა მე შეგნებულად სახელს და გვარს შენ ძალიან კარგად იცი მეც ძალიან კარგად ვიცი დღეს კაი გამარჯვებით კაი საუბრით ვართ ერთმანეთის მიმართ განწყობილები რა კოსტა ხო საუბარს ახლა ისე არ დავასრულებ დარწმუნებული ვარ ზოგადად მსგავსი ფორმატის გადაცემებში აქტიურად უყურებენ მოსწონს და ჩემს აუდიტორიასაც აინტერესებს დარწმუნებული ვარ ეს კოსტა არის თუ არა ურთიერთობაში თავი დამანებონ არა ჯერ ხო საერთოდ სხვა რაღაცებზე ვარ კონცენტრირებული საერთოდ სხვა რაღაცები მინდა რაღაცები აუცილებლად დავაფინიშო გავიყვანო ბოლომდე არ გამოჩანო ასპარეზზე ჯერ არავინ არ ჩანს ხდები ანუ ეს არ მიიღოთ ეხლა რაღაცა ისე რომ აი რაღაცა არა მაგრამ იმედი მაქვს რომ აი შეხვედრა შემთხვევითობა თუ რაღაცა და ზოგადად მე უფრო იქით მივდივარ მაგ მხრივ რომ ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით ხო ისი მარადიული ის არის მხოლოდ რა აი უფრო მაგეთ მივდივარ რომ გონია რომ სადღაც მოხდება რაღაც ისეთი გადაკვეთა სადაც უკვე ხო რა იქნება სერიოზული და იქნება სერიოზული რა ისე მე რაღაც ნაბიჯების გადამდგომელი უკვე აღარ ვარ რა რადგანაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრე არემ უფრო მეტი მოგვიყევი სამომავლო გეგმებზე როგორ ხედავ შენს თავს 5 ან 10 წლის შემდეგ არ ვხედავ მაგაზე არასდროს არ ვფიქრობ იმიტომ რომ მე გეუბნები ცხოვრება იმდენი გაკვეთილი ჩამიტარა მე 5 წლის მერე კი არა 5 დღის მერე რა იქნება მე არ ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს მაგაზე საერთოდ მაგაზე არ ვფიქრობ განა ის რომ არ ვხედავ არ ვფიქრობ რა
აი იმას რასაც გააკეთებ დღეს, იზი მოქმედებს მე შემდეგ იმაზე. რა დრო გავა, როგორ გავა და უნდა დატოვ, ბევრი რამ უნდა დატოვ რა. აი იმედი მაქვს რომ კიდე ბევრს დავტოვებ რა. მადლობას გიხდით. კარგი რა ხინჩ რა ის მადლობა გენაცვალეში. დარწმუნებული ვარ რომ ერთი წლის თავზე გეგმა ყველა სტუმრის ვინც იქნება ჩემ გადაცემაში. ერთიანად στუმრობას გრანდიოზულ ღონისძიებას აქედან ვამბობ ამ ყველაფერს. იქ რა თქმა უნდა შენ იქნები. მოსულა. აუცილებლად. სიამოვნებიც მაგრამ. და გამოიწერეთ ამ ადამიანის არხი, სპონსორებო, რა ვიცი, მიეცით ამ იჭერ ადამიანს. საშუალება რომ რა ვიცი, აი აქ ამონაცდებიან ხოლმე ესე ლამაზად. იქაც რა ვიცი დაეტევიან და იფიქრეთ მაგ ყველაფერზე, რა ვიცი, ნიჭიერი ბიჭია საკმაოდ და. მადლობა კოსტა. ის მადლობა ხინშო, ის მადლობა. უცხოელი საუბრისთვის შენ იცი რამდენად მიყვარს შენთან საუბარი. კიდე ვიცი ძმაუჩი გარე ხარ, კიდე ბევრს ვილაპარაკებდი, მაგრამ აი ხო იცი რა. ბევრი გვაქვს ნასაუბრები, ბევრსაც ვისაუბრებთ, ფორმატები არ გვეყოფა სამ. ბაზარი არა. მე შევიცადე რომ ყოფილიყავი გულწრფელი, იმ ხასიათით რა ხასიათითაც დღეს ვარ რა. რომ კომფორტულად იგძენი თავი ჩემთან. კი. კამერებთან საუბრობთ დღეს და გადაცემა მისი ფორმატი საკმაოდ დახვეწილი და გაზრდილი ხარ და აღუნიშნო ეს ამბავი რა და დღითი დღე უფრო აპდეიტდები ასე რომ წარმატებებს გისურვებ ძალიან ბევრს რა ძალიან დიდი მადლობა შენს გადაცემის გენერალური სპონსორია მსოფლიო განათლების აკადემია VEA სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ სასტუმრო მომსახურება და სარესტორნო მიმართულება სრულიად უფასოდ. VEA-ს დაემატა ძალიან საინტერესო და მაგარი პროგრამები, შეგიძლიათ ესტუმროთ VEA-ს ვებგვერდს და დაასკანეროთ QR-ი, რომელიც გამოჩნდება ეკრანზე. გადაცემის სპონსორია Georgian Medical Service. Georgian Medical Service გთავაზობთ ავადმყოფოებს, ექიმის კაბინეტებს და პერსონალურად ხარისხიან სამედიცინო ინვენტარს სოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან. Georgian Medical Service თბილისში 2 ფილიალით არის წარმოდგენილი, ლუბლიანას 34 და ლუბლიანას 38-ია. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა პოდკასტ არიას სივრცეს, სადაც შენს გადაცემის და პოდკასტის იდეას ნამდვილ რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. გადაცემის სპონსორია ვილა ანასტასია. ვილა ანასტასია კოსტა მდებარეობს საგურამოში, თბილისთან ახლოს. საოცარი სივრცე, უგემრიელესი კერძები. მე ვარ მან დამყოფი. კი, ხო? კი, ჩემს დაბადების დღეზე. საიდან ვარ? საოცარი დრო ვატარეთ, იმიტომ რომ კარგი სივრცეა. დერსკი სივრცეა მართლა, გეთანხმები. ღია და დახურული სივრცე, რესტორანი, სასტუმრო ნომრები და ასე შემდეგ და ვილა ანასტასიამ კიდევ მოვიდესო კოსტა ჩვენთანო და 30%-იანი ვაუჩერი გადმოგცა. დიდი მადლობა თქვენ და ვილა ანასტასიას. გესტუმრებით აუცილებლად. ერთი წლის შემდეგ გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს. იქ ჩავწეროთ ვაფშე. მადლობა კოსტა. მადლობა შენ. ეს იყო მე-6 ეპიზოდი. თქვენ კი დაელოდეთ ყოველ პარასკევს 21 საათზე ხინჩოსთან.